თავს ესხმიან მათ, ვისაც ყველაზე დიდი გავლენა აქვს. ასე შეაფასა მომხდარიდან მალევე დონალდ ტრამპმა თავდასხმის მცდელობა. თეთრი სახლის კორესპონდენტთა ყოველწლიურ ვახშამზე ვაშინგტონ ჰილტონში სროლა იყო. სასტუმროს მთავარ შესასვლელთან უსაფრთხოების შემოწმების ზონასთან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა და დარბაზში შეჭრა სცადა. ამ დროს ღონისძიებას პრეზიდენტ ტრამპის გარდა პირველი ლედი, ვიცე-პრეზიდენტი და თეთრი სახლის სხვა მაღალ ჩინოსნები ესწრებოდნენ. დაიწყო დაუყოვნებლივი ევაკუაცია. დარბაზიდან საიდუმლო სამსახურმა გაიყვანა ტრამპიც, პირველი ლედიც და ვიცე-პრეზიდენტიც. თავდამსხმელი ადგილზევე დააკავეს. ის 31 წლის მასწავლებელი კოულ ტომას ალენია. ადგილზე მარტო იმყოფებოდა, თუმცა FBI იძიებს მარტო მოქმედებდა თუ ყავდა ხელმძღვანელიც. კოულ ტომას ალენს სხვადასხვა ტიპის იარაღი აღმოუჩინეს. მისი დაკავების დროს დაიჭრა ერთი პოლიციელიც. ტრამპის თქმით, ვახშამზე უნდა წარმოეთქვა ყველაზე მწვავე სიტყვა, რაც კი აქამდე უთქვამს. არ ვიცი შევძლებ თუ არა, ოდესმე ვიყო ისეთივე უხეში, როგორიც დღეს ვაპირებდი ყოფილიყავი, აღნიშნა მან. აფეთქებების სერია რუსეთში იაროსლავის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან. უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად ღამით ობიექტზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. დრონებით შეტევა იყო ტამბოვის ოლქზეც, ცეცხლი გაუჩნდა ნავთობის სადგურს. ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე სავარაუდოდ ნარკოტიკს ინახავდნენ და კამერებს მიზანმიმართულად თიშავდნენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. აჭარა თაიმსი წერს, რომ საქმეს სუსი იძიებს.